ჯერ კიდევ ამოუხსნელი საიდუმლოებითაა მოცული წყნარი ოკეანის ორაგულების ხანმოკლე სიცოცხლე. შემოდგომაზე სილაღორღში გაჩენილ ორაგულებს საუკუნიდან საუკუნემდე ერთი გზა და ერთი ბედი აქვს. გაზაფხულზე მდინარეში გამოზამთრებული ლიფსიტები დაღმა ეშვებიან, რომ მტკნარი წყლიდან ზღვის მლაშე წყალში შესასვლელად ახალ ცხოვრებას შეაჩვიონ თავი. და ერთ-ორ თვეში უკვე დაორაგულებულები წყნარი ოკეანის სიღრმეებისაკენ მიექანებიან. რამოდენიმე წელი ლაღობენ ისინი ოკეანის იალაღებზე და როცა დგება ჟამი მათი გამრავლებისა, უხილავი ძალა მათ ისევ სამშობლოსაკენ მიაქანებს. სწორედ იმ მდინარეების სათავეებისაკენ, სადაც გაჩნდნენ ისინი. მხოლოდ იქ მშობლიურ წყლებში უნდა დაყარონ ქვირითი და უანდერძონ სიცოცხლე თავის შთამომავლობას. ამ ნასოფლარის მკვიდრნი კი ალბათ აღარასოდეს დაუბრუნდებიან უკვე სარეველა გადავლილ კარმიდამოებს. რთული და ხიფათიანია ორაგულის საოკეანო უგრძესი გზა და მერე მისი აღმასვლა მდინარეებში. დათვიც მას ემტერება და ადამიანიც. მაგრამ ცალკეულ მოყვარულთა ანგესების გარდა მათ ვეებაბადეებიც უღობავენ გზას. ასეთი უკიდურესი სიზუსტით როგორ აგნებენ ორაგულები თავისი გაჩენის ადგილებს, ეს ჯერ კიდევ ამოუხსნელი საიდუმლოებაა. ფიქრობენ, რომ თევზებს წყლის ზედა ფენებზე მოძრაობისას გეზიცის მნათობების მიხედვით აქვთ განსაზღვრული. მაგრამ პასუხი მთავარ კითხვაზე მაინც ვერ მონახა მეცნიერებმა. დაჭერას გადარჩენილები, ჯერ კიდევ ქვირით დაუყრელები, ისევ თავგამწირულად მიჰყვებიან მდინარეს აღმა. ჩვენც გავყვეთ ერთ-ერთ მათგანს. ოკეანიდან მდინარეთა სათავეებამდე ორაგულები გზად არავითარ საჭმელს არ ეკარებიან. იცვლება მათი გარეგნული იერიც. ზღვას თუ ვერცხლისფერ თევზებად სტოვებენ მდინარეში შესვლისას, რამოდენიმე დღის შემდეგ ტანზე წითელი თუ ლილისფერი ლაქები მოეფინებათ ხოლმე. მეცნიერები ამას ორაგულების საქორწილო სამოსელს უწოდებენ.
ნაშიმშილარ და ნაბრძოლებ თევს კიდევ შესწევს ძალა რომ კუდის ფართხალით სილაში ორმო ჩააღრმავოს და შიგ ქვირითი დაყაროს. მამალი მავწამს გაანაყოფიერებს ახლა დაყრილ ქვირითს. ორმოს ისევ ღორღს მიაყრიან მშობლები და ერთხანს დარაჯად უდგანან საკუთარ შთამომავლობას, რადგან მათ ქვირითს სხვა თევზები ემტერებიან. მერე იწყება უკვე ვალმოხდილი მშობლების თანდათანობითი კვდომა. ბუნებამ ასე დააწესა, ქვირითის დაყრის შემდეგ დედრიც და მამრიც ორივე იღუპება. ორაგული ზრუნვა მომავალ თაობაზე მისი სიკვდილით არ მთავრდება. გაზაფხულზე ჯერ კიდევ გამოუცდელ ლიფსიტებს, სანამ ისიც ცხოვრების დიდ გზას დაადგებოდნენ, პირველ საკვებად მდინარეში თავისი წინა თაობის სხეულთა ნარჩენები ხდება. ასეთია ბედი ამ უჩვეულო არსებისა, სიკვდილის შემდგომაც საკუთარ შთამომავლობაში სისხლ ხორცეულად გარდასახვა რომ აღუთქვა ბუნება.